ჩვენი მეგობარი არის დუგლაძეების ღვინის კომპანია და მინდა კითხო სანამ ამ რუბრიკაზე ან ღვინის რუბრიკა გვაქვს ჩვენი მეგობრების საპატივსაცემად სანამ ამ რუბრიკაზე გადავალთ ბევრი ღვინო გიქნება გასინჯული. ასე თუ ის. ხო, ყველაზე მეტად რომელი ქვეყნის მოგეწონა? საქართველოს მერე. ანუ ეგ თავისთავად, ეგ აღარც თავს, იმიტომ რომ იგულისხმება. არ ვიცი, მე ხე სიმართლე გითხრა იტალიაში გამისინჯავს ძალიან ბევრი ღვინო რა. სხვა იქ ცხოვრობდი 3 წელი და იმდენი ღვინო დავაგემოვნე და ისეთები გავსინჯე ზოგი რომ ძალიან მომეწონა რა და ეხა ალბათ მაინც იტალიაზე წავიდოდი, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში რაც გავსინჯე იმ იტალიური გემოს მაინც მქონდა რა და ის მაინც მახსოვდა ისეთი გემო ქონდა რა, ისეთი გემო დამიტოვა. ანუ იტალიური. საჩუქარზე გადაირიო, ეგეც მოეწონება და არც რუბრიკის მერე გადავიდეთ საჩუქარზე. არა. ქართული ღვინოც საერთოდ მე იქ სად ვიყავით? რაჭაში რომ ვიყავით ეხა რა 4 თვის წინ რაღაც ახალი ჩამასხული ის იყო ღვინო და გადამავიწყა ის იტალიური ისეთი ძალიან მაგარი საოცარი ღვინო გვაქვს რაც მართლა ცოტა ხნის წინ გერმანიაში ვიყავით და იტალიურ სამზარეულოში დაგვპატიჟეს და ნუ ღვინოც მოიტანეს და რო გაიგეს ქართველები ვიყავით თვითონ მიმტანებმა გვითხრეს რომ თლად ქართული ღვინო არ არის მაგრამ ესეც კარგიაო და იმდენად სასიამოვნო იყო შეიძლება იმათმა გვითხრეს უბრალოდ პატივი გქცეს და გაგვახარეს მაგრამ ძალიან კარგი ჟესტი იყო მაგრამ ვთვლი რომ რაც თქვენს პატივისაცემად არ ვთქვათ თქვენს მართლა კი იმიტომ რომ რამდენჯერაც ჩამიტანია ქართული ღვინო იტალიაში აი ვისაც არ მივეცი აი რა ეგრევე დავლიეთ ბობოთლიო რა ზოგადად ერთ ჭიქას ვამენა რაღაცა და ნუ აი ისე მოგვიწონაო და რაღაცა რაც ჩვენია ხო აი გაგიჟებულები იყვნენ და ამ ჩვენ რუბრიკაში საინტერესო ფაქტები გვაქვს ღვინის შესახებ გამოუშვი ბრძანეთ დავიწყო ესე იგი ყველას მთელ სოფლიო სამწუხაროდ უფრო მეტად იციან დიონისე როგორც ღვინის ღმერთი ქართველებმაც მათ შორის ხო ქართველებმაც მათ შორის და ჩვენს ყავდა ღვინის ღმერთი რომელსაც ერქვა აგუნა პატივცემული აგუნა როგორც ჩანს კარგი ღმერთი იყო იმიტომ რომ ისეთი მაგარი ღვინოები გვაქვს ხო და აგუნა საპატივსაცემო თურმე ცხებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის პური რომელსაც მე ტრადიციულად მიირთმევდნენ რაღაც კერძებში იყენებდნენ კვერები უბრალოდ ასე რაღაც კვერები ყველა კუთხეში ქონდა სხვადასხვა სახელი. რაჭა ლეჩხუმში ერქვა ანგურა, გურიაში ერქვა აგუნას პური და სამეგრელოში საერთოდ სხვანაირი სახელი ქონდა, ბგერობრივადაც რო არ ემთხვეოდა, ჯუჯელია ერქვა თურმე აგუნას კვერებს. გული მწყდება ხოლმე სიმართლე რო გითხრათ, ეხლა ჩვენ რუბრიკას ცოტათი რო გადავხიოთ, ქართული მითოლოგია იმდენად დიდარია, იმდენად მაგარია, რომ აი დიონისე იცის მათ შორის ჩვენებას. აგუნა არ იციან პრაქტიკულად და აი სვანური და მეგრულია განსაკუთრებით ძალიან მაგარი. და თუ გახსოვთ, თუ იცით ეგ ამბავი, ქალთევზას ანალოგიც კი არის მეგრულ მითოლოგიაში რა. ხო და აი ძალიან მინდა რაღაცნაირად ამასაც მე ნელა გავუწიოთ პოპულარიზაცია. მე გავაკეთოთ მიშო მამების დროს რო ძალიან პიკში ავიყვანთ მითოლოგიის და გავაკეთოთ. ვარა მართლა გულდასაწყვეტია. კარი, მაგრამ არა უშავს. გეთახმება. გამოსწორებადია ყველაფერი. ღვინოზე ფაქტს რაც შეეხება, თურმე ხა კაცები გაგვიბრაზდებიან, ქართველი კაცები. მაგრამ დეგუსტატორი თურმე გაცილებით უკეთესი შედეგების მომტანია, ქალი დეგუსტატორი ბევრად მაგარიაო მოკლედ რაღაც თავისებურებებიდან, აგებულებებიდან და რაღაცებიდან გამომდინარე. პროცეს რეცეპტორები გაძლიერებული აქვს და კი ჩემოვა. ხო, აი გადავედით შეფასებებზე და სომელიე ყველამ ვიცით ვინც არის რომ ეს დეგუსტატორი რომელიც ადამიანი რომელიც ესე იგი სპეციალურ ნიადაგს არჩევს სადო და დარგო ვაზი რომ იქიდან ამოსულს სხვა გემოს ყურძენი კონდეს რომელიც მე შესაბამისად არაჩვეულებრივ ღვინოს მოგცემს და კონდეს შესაბამისი ყნოსვა რომ იმ გარემო კლიმატი შეისწავლოს ეგეთ ადამიანს ქვია თურმე ენოლოგი. ღვინოზე კიდე რაც მინდა ვთქვა და მე კორონამდე ყოველ წელს წურავდი და განსაკუთრებით მიყვარს გიგი პროცესი ის დაწურის პროცესი. ჩართული მქონდა ხოლმე ის შენ ხარ ვენახი და ვასმენინე არ ვიცი რატოგაც მჯერა რომ ესმის ყურძენს და სითხეს და როცა ურევდი ხოლმე ველაპარაკებოდი ყოველთვის რაღაც დადებითზე და ყოველთვის ვეფერებოდი და ხო кай ღვინო გამომდიოდა მე აქეთაც გელაპარაკებოდი რომ დათრებოდი ხოლმე ხო სუდი ხოლმე შენ ღვინოს რომ იმდენად კარგი იყო მალე ისმეოდა
კარგი ღვინო ახსენეთ და კარგ ღვინოს უყვარს კარგი წარმოჩინება ხოლმე აგერ ჩვენი მეგობრებისგან დუგლაძეების ღვინის კომპანიისგან ქისი. ქვევრის ქისი, აი ძალიან გემრიელი ღვინოა. აი მართლა ძალიან მიყვარს ღვინო და ეს ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი. ხო, იმ კოლობს იქ რატო იტოვებ ხომ? ჩადიხარ. ხო, აქ ჩავდებ, აი აქ ასეც ჩუქრა, აი ეს შენ და აგერ დაგიდგამ გვერდით, თორე მე არა ვარ ღვინოსთან სანდოკაცი, შეიძლება გავიტაცო. შვენიერი, მადლობა უღრმესი.